საკითხი აქ არის ერთი. რომ არ მოხდეს ლინჩის წესით შურის ძიება, რომ არ მოხდეს, რო ჩავჯდეთ იმ საზოგადოებაში, იმ დემოკრატიულ საზოგადოებაში, სადაც რისკენად ჩვენ მივდივართ. უნდა იყოს უნდა კანონის კანონი, პოლიცია თავის საქმეს უნდა აკეთებდეს, პროკურატურა თავისას, სასამართლო თავისას, ადვოკატი და ყველა თავისას. და თუ ეს სისტემა ერთი არის იქნება ნუ არ ვიცი, როგორ შეიძლება ადვოკატი დაადანაშაულა იმაში, თუ გამოძიებელმა შეცდომა დაუშვა. არ დაუშვას გამოძიებელმა შეცდომა, შეკრიბოს კანონით დადგენილი წესით მტკიცებულებები და მაშინ პრეტენზია აღარ წაეყენებ. ესე იგი, რას გვეუბნებიან? ჩვენ არ უნდა შევკრიბოთ მტკიცებულებები, ჩვენ საერთოდ უნდა ვცემოთ, ხებოთ ხალხი, ისე უნდა ვათქვენოთ ესა ჩვენებები და მოსამართლესთან რომ მივნენ, ადვოკატებმა თავი უნდა დაგვექნიო. დიახ, ხასია საჭირო, რომ გადავაჩინოთ წესები, სისულელია ეს. ყველამ თავის საქმე გააკეთოს. თუ შეუძლიათ წავიდნენ ბატონო ზაზა, ესე იგი თქვენ არ გამორიცხავთ, რომ მოსახლეობამ შეიძლება ითქვას უკვე გახშირდეს ისეთი შემთხვევები, რომ ლინჩის წესით გასამართლება მოხდეს. იარაღდება მოსახლეობა. თქვენ ნახეთ, უბრალოდ მივბრძანეთ, რამდენი იარაღი ოფიციალურად ვიძახი იყიდება გურში. იარაღდება. ეს არის ძალიან ცუდი ტენდენცია. ძალიან ცუდი ტენდენცია, რომ ხედავს ხალხი, რომ არ არსებობს არანაირი კანონი და კანონიერი გზა იარაღდება. რაც შეეხება, მე მინდა ისევ დავუბრუნდეს საკითხს, კონკრეტულად ძებნილის დაკავებასთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ მე ვთხოვ სამართალდაცვებს. არა მარტო ამ საქმეზე, მე წარმოებაში მაქვს სისხლის სამართლის საქმეები, აგერ იმის წედისის კვლევასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ფაქტია, წედისის კვლევასთან დაკავშირებით მამამ რო თავი ჩამოიხრჩო. რატომ ჩამოიხრჩო მამამ თავი? ეგ არ ვიცი მე. მაგრამ ის რომ კონკრეტულად პროკურატურაში, მაშინ სუხიტაშვილი ბრძანდებოდა პროკურორი. არ არის სხვა თემა, ეს არის იგივე თემა. შეეპარდა 113 მუხლი. და საქმე სისხლის სამართლის საქმე ის საქმეც კონკრეტულად ისია წარმართული სასამართლოში და დაზარალებულმა არ იცის ვის დაუყენოს პრეტენზია. ამ შემთხვევაში მოსამართლე ბონდოვაშვილი ვათიაშვილი უფრო მილიონედი ხარისხია მისი თქვათ ასეთი პროცესის არსებობა, ასეთი საქმის არსებობა, უფრო პროკურატურა. ამდენად იქნება ის მინდა რომ თქვენ თვითონვე თქვათ, რომ არ არის გამორიცხული რომ მოსახლეობა. მე პირდაპირ მოვუწოდებ ყველა გორის რაიონის მოსახლეობას, საზოგადოებას, ინტელიგენციას, რომ დავდგეთ ერთმანეთის ხარჯში, რომ აღიკვეთოს ეს საშინელებები, რაც გორში ხდება. თუ ახლა არ მივხედეთ, კონტროლიდან თუ გამოვიდა, მაშინ აღარც არავის არ დასჭირდება სასამართლო, აღარც არავის არ დასჭირდება პროკურატურა, არც პოლიცია და მით უმეტეს ადვოკატი საერთოდ არავის არ დასჭირდება.